მოგესალმებით, გაგრძნობით, მე ვარ კატო. მინდა გითხრათ ესეთი ინფორმაცია, რომ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი მომსახურება, დასვათ ერთი კითხვა, რომლის ღირებულება იქნება 10 ლარი. უბრალოდ ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც ისეთი ერთი კითხვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კითხვაზე სურს პასუხის მიღება. და ამისთვის ვრცელი დიაგნოსტიკა არ სჭირდება, ამიტომ შეგიძლიათ რომ მიიღოთ ეს მომსახურება 10 ლარად, დასვათ ერთი კითხვა და მიიღოთ თქვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ახლა გავაკეთებ ესეთი გაშლა, რას მალავს პარტნიორი თქვენგან. რა არის ის დამალული მდგომარეობა, დაფარული მდგომარეობა, რომელსაც მალავს და იყოს ორი ვარიანტი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, იმედია ჩაიფიქრებთ, ერთი ან ორი და ვნახოთ პირველი ვარიანტი რას მალავს. მალავს იმას, რომ ადამიანი რაღაცნაირად წელოს დროს. ნახეთ თქვენს ურთიერთობაში თუ ადამიანი რაღაცა ყოველთვის ცდილობს რომ საკითხებთან მიმართებაში აიდიდოს თავი, რაღაცა კითხვებზე არ გასცეს პასუხი, თქვათ ხო, რაღაც ისეთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი თქვათ, მაგალითად რას აპირებს ხო, ხვალზე და ასე შემდეგ თქვენს ურთიერთობაზე რას აპირებს, ან როგორ აპირებს იმოქმედოს. ადამიანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გაწელოს დრო და მალავს იმას, რომ ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებს განზრახ, ხო? ანუ თქვათ, სულაც არ აქვს ისეთი რაღაცა ისეთი პრობლემა და ადამიანი ამას რაღაცა ცდილობს, რომ თქვას, ისეთი პრობლემები მოიყვანოს მიზეზად, რომ თქვენ გქონდეთ რაღაცა განცდა, რომ მოდი დაველოდები, ხო, მივცემ დროს. რას მალავს ადამიანი? მალავს იმას, რომ აი ეს დრო სჭირდება იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც მის შინაგან მდგომარეობას აღიქვავს, ხო? ეს არის მის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თითქოს ვერ ხედავს მიმართულებებს, ანუ აქვს რაღაცა პრობლემები, ნახეთ, და შესაბამისად აი ამ პრობლემებს ვერ ამბობს და ამიტომ ცდილობს, რომ ყველაფერი დამალოს და დრო მისცეს თქვენს ურთიერთობას, ხო, რაღაცა დროში გაწელოს ეს ყველაფერი, იმისთვის, რომ თავისი შინაგანი მდგომარეობა დააწყნაროს, დაამშვიდოს, გადაალახოს პრობლემები, ხო, აქ შესაძლებელი ადამიანს ჰქონდეს რაღაცა წარსული გამოცდილების მდგომარეობა, რითაც უბრალოდ ჯერ ვერ არის გამოსული ბოლომდე და ამ ყველაფერს მალავს, ხომ? შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში ვიღაცისთვის იყოს ესეთი სამკუთხედის სიტუაციაც, როდესაც უბრალოდ ადამიანი დროს წელავს და იმისთვის, რომ ვერ გეუბნებათ, რომ თქვათ შეიძლება ის დაოჯახებული იყოს, ან უბრალოდ სხვა პარტნიორიც ყავდეს და არჩევანის წინაშე იდგეს, ან უბრალოდ მისი ოჯახი არ იყოს მზად რაღაცა ამ ადამიანის რაღაც ცხოვრების შეცვლაზე, ხო, ანუ ერთი წევრის დამატებასთან მიმართებაში, ისე რომ აქ ადამიანი რაღაცა მალავს იმ მდგომარეობას, რაც შინაგანად აწუხებს და ცდილობს, რომ გაწელოს დრო. კარგით, ნახოთ აბა მეორე ვარიანტი. რას მალავს პარტნიორი? აქ პარტნიორი მალავს, ესე ვიტყოდი, თავის ვალდებულებებს, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი აქვს, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ადამიანი შეიძლება ინახავს ოჯახს, მშობლებს, ხო? შეიძლება რაღაცა ვალდებულებები აქვს ბანკში, ან რაღაც ყოველ შემთხვევაში ადამიანი აქ მალავს იმას, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ფინანსური პრობლემების შესაძლებელია, მას აქვს რაღაცა ისეთი სიტუაცია, სადაც ადამიანი შემოსავალზე მეტი ხარჯი აქვს, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს არ ამბობს ამას, გიმალავთ, ხო? რაღაცნაირად ცდილობს, რომ მასშივე იყოს ეს მდგომარეობა, მასშივე დაფარული მდგომარეობა, იმიტომ რომ შეიძლება შეგაშინოთ ამ ვალდებულებამ. ერთი მხრივ არის კიდე ის მომენტი, შესაძლებელი აქ ადამიანი არ ვიცი, რატომ მოდის ეს ენერგიაც, აქ ადამიანი მალავდეს იმასაც, რომ თქვათ, უბრალოდ
ლუდომანია და გასავალი აქვს ძალიან დიდი, ანუ მას აქვს ფინანსური ცდუნებები, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანს, ხო? რაღაც ესეთი მომენტები და ამიტომ არ უნდა რომ გააგიმხილოთ იმას, რომ ის მომენტი, რომ მას რაღაცა ესეთი გაუთვლელი, გაუთვალისწინებელი ხარჯები აქვს და რაღაცა ვერ ახერხებს ფინანსურად ფეხზე დადგომას, ხომ, რაღაც ისეთი მომენტი. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ორი ვარიანტი, რას მალავს პარტნიორი, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ და წარმატებას იცავ თქვენთან ერთად.